ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. განახლდა ЩՊС ეკოსერვის ჯგუფის ავტოპარკი. კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა. ჩვენ ნახავთ პირდაპირ ეთერში რთავთ ღონისძიებას, რომელსაც დედაქალაქის მერი გახსნის. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმებით თბილისის საკრებულოს წევრებს, დედაქალაქის მთავრობის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, მივესალმები ყველა თბილისის ჩვენი დედაქალაქის გულშემატკივარს. როდესაც თბილისელებმა 2017 წელს პირველად თბილისის მართვა გვანდეს, ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ მარტივი გზა არ იქნებოდა. რადგან ვიცოდით, რომ გვხვდებოდა ქალაქში დაგროვილი მრავალწლიანი პრობლემები. მოსაწესრიგებელი გზები, მძიმე სატრანსპორტო მდგომარეობა, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა. თუმცა ერთი რამ თავიდანვე ვიცოდით და გვჯეროდა, რომ განსაზღვრავდით სწორ პრიორიტეტებს და თანმიმდევრულად ვიმუშავებდით, არ დავზოგავდით ძალისხმევას და თბილისი აუცილებლად შეიცვლებოდა უკეთესობისკენ. საზოგადოებას დავპირდით, რომ ყველაფერს ეტაპობრივად პრიორიტეტების მიხედვით მოვაწესრიგებდით და არ დავიშურებდით დროსა და ენერგიას, რათა ჩვენი დედაქალაქი გამხდარიყო თანამედროვე ევროპული მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი. ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და არის თბილისი იყოს ქალაქი, სადაც ადამიანებს ღირსეულ, უსაფრთხო, სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ. ძვირფესვიანად წესრიგდება გზები, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ეწყობა სპორტული ცენტრები და მოედნები, იქმნება ახალი პარკები, სკვერები და ურბანული გამწვანების სივრცეები. თუმცა ქალაქის განვითარება მხოლოდ ახალი პროექტების განხორციელება არ არის. განვითარება ნიშნავს იმასაც, რომ უკვე შექმნილის ყოველდღიურად მოვლაპატრონობა შევძლოთ, შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში გადავცეთ. სწორედ ამ მიზნით 2018 წელს თბილისის მერიის სისტემაში შეიქმნა ЩПС ეკოსერვის ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ქალაქის გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეების მოვლა პატრონობაზე. რაც უფრო იზრდება თბილისში ახალი პარკებისა და გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობა, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურს ჰქონდეს თანამედროვე ტექნიკა და შესაბამისი რესურსი, რათა საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს. სწორედ ამიტომ დღეს საზოგადოებას გვინდა წარუდგინოთ წინა საარჩევნოდ დაპირებული 40 ერთეული ახალი სპეციალური ტექნიკა. შეიძლება ვიღაცისთვის ეს მხოლოდ ტექნიკის განახლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ინვესტიცია თითოეული თბილისელის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს უფრო მოვლილ პარკებსა და სკვერებს, უფრო მწვანე გარემოსა და მუნიციპალური მომსახურების კიდევ უფრო მაღალ ხარისხს. განახლებული ტექნიკა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამწვანებული სივრცეების მოვლაპატრონობის ხარისხს, რათა თითოეულ თბილისელს ჰქონდეს შესაძლებლობა ოჯახთან ერთად დაისვენოს სუფთა, მოვლილ და მოწესრიგებულ გარემოში. აქვე მინდა თითოეულ თბილისელს მიმართო ერთი თხოვნით. რაც ერთად შევქმენით, ერთად გაუფრთხილდეთ. არც ერთი სკვერი, არც ერთი პარკი, არც ერთი საბავშვო ატრაქციონი და არც ერთი დარგული ხე, მხოლოდ მერიის არ არის. ეს ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების და თითოეული თბილისელის საკუთრებაა. სამწუხაროდ ვანდალიზმის ფაქტები ჯერ კიდევ გვაქვს და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ვანდალიზმი მხოლოდ მუნიციპალური ქონების დაზიანება არ არის. ეს არის უპატივცემულობა საკუთარი ქალაქის, საკუთარი მეზობლებისა და საკუთარი შვილების მომავლის მიმართ. თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება. ქალაქი მაშინ იქნება მართლაც ევროპული, როდესაც თითოეული ჩვენგანი იგრძნობს პასუხისმგებლობას იმ გარემოს მიმართ, სადაც ვცხოვრობთ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო
ეკოსერვის ჯგუფის თითოეულ თანამშრომელს. აი ამ ადამიანებს, ვინც მართლა დღე და ღამის განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო სუფთა, კიდევ უფრო მწვანე, ყველანაირად მოწესრიგებული და აქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჯანსაღ და მწვანე გარემოში შეძლონ სასიამოვნო დროს გატარება. ასევე მადლობას ვუხდით თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და რაიონული გამგეობის თითოეულ თანამშრომელს. სწორედ მათი ერთობლივი შრომის შედეგია ის, რომ დედაქალაქში ყოველწლიურად იზრდება გამწვანებული სივრცეები. ეწყობა ახალი პარკები და სკვერები, თბილისი უფრო ეკოლოგიური და კომფორტული ხდება. ჩვენ მომავალშიც ისეთივე პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ თბილისის გამწვანებასა და ეკოლოგიურ ჯანსაღ გარემოს შექმნას, როგორც ამას ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენი მიზანია თბილისი იყოს ქალაქი, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს. ქალაქი, სადაც სისუფთავე, წესრიგი, სიმწვანე და ადამიანზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. რადგან ქალაქის სიყვარული სიტყვებით კი არ იზომება, ქალაქის სიყვარული ყოველდღიური შრომით, პასუხისმგებლობითა და გაფრთხილებით იზომება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს. ახლა მინდა ვთხოვო ეკოსერვისის ხელმძღვანელს ბატონ ვახტანგ ნოზაძეს. დაპირეთერში უსმენდით თბილისის მერის განცხადებას ეკოსერვის ჯგუფის ახალი ტექნიკის პრეზენტაციაზე. ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას სხვა თემებით. საფეხბურთო ზეიმი რუსთავიორზე გრძელდება ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. აქ დღეიდან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენებები იწყება. მერისა და რუსთავიორის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე დიდი ეკრანი და გულშემატკივრებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა. 19 ივლისის ჩათვლით მოქალაქეებს სპორტული და საბავშვო აქტივობები, გათამაშებები და სივრცეები დახვდებათ. გარდა ამისა, დაგეგმილია ღია შეხვედრები ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან. ფეხბურთის ფანებისთვის განკუთვნილი სივრცე 7 საათისთვის გაიხსნება, მომდევნო დღეებში კი მუშაობას თამაშის დაწყებამდე 4 საათით ადრე დაიწყებს. ტერიტორიაზე უკვე შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება. თამარ თათარაშვილი მოგვიყვება დეტალებს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ თამარ. თამარ, მოგესალმები, მივესალმები კურიერის მაყურებელს, უნდა ვთქვა და აღვნიშნოთ, რომ დღეიდან რესპუბლიკის მოედანი იქნება ძალიან ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილი. ფეხბურთი არის ის სპორტის სახეობა, რომელიც აერთიანებს კონტინენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, ნებისმიერი სქესის, ასაკისა თუ პროფესიის ადამიანებს და რა თქმა უნდა, ამ ამბავში თბილისი, განსაკუთრებით დედაქალაქი და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რადგან ყველამ კარგად იცის, ყველამ კარგად ნახა მიმდინარე მუნდიალების თუ ზოგადად გასული ევროპის ჩემპიონატის დროს როგორი კომაგობა იცის საქართველომ, როგორ უყვართ საქართველოში ფეხბურთი და როგორი გულშემატკივრობა იციან ქართველებმა. შემთხვევით არ მიხსენებია საუბრის დასაწყისში რესპუბლიკის მოედანი, რადგან სწორედ აქ საღამოდან მოვლენ ადამიანები, რომლებიც მიიღებენ ფეხბურთის გულშემატკივრებს გულისხმობ ბუნებრივია ნებისმიერი სქესის და ასაკის ადამიანებს, მიიღებენ სიამოვნებას იმ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატით და მუნდიალით, რომელიც გრძელდება. სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს ეს სიამოვნება, რაც არის დიდ ეკრანთან ზაფხულის საღამოს ღია ცის ქვეშ ფეხბურთის ყურება, სწორედ ამისთვის არის დამონტაჟებული ძალიან დიდი ეკრანი რესპუბლიკის მოედანზე. ბოლო სამზადისი მიმდინარეობს ახლა და საღამოსთვის უკვე აქ ელოდებიან ძალიან ბევრ გულშემატკივრებს. სწორედ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჰქონოდათ საშუალება გულშემატკივრებს, რომ მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება დაქმნენ იმ ზეიმით, აი ამისთვის ქალაქის მერიამ რა თქმა უნდა რუსთავიორთან თანამშრომლობით მოაწყო სპეციალური სივრცე ფანზონა, სადაც ახლა ამ წუთებში ვიმყოფებით. ეს არის რესპუბლიკის მოედნის ტერიტორია, სადაც მარტო ფეხბურთის ყურება, მარტო დიდი ეკრანი არ დახვდება გულშემატკივარს. ძალიან ბევრი აქტივობა იქნება ადგილზე. შემთხვევით არ მithქვამს ნებისმიერი სქესის ადამიანი, განსაკუთრებით უყვარს მაგალითად ბავშვებს და პატარებს, მცირეწლოვნებს ფეხბურთი და მათთვის, მათი ინტერესიც იქნება ბუნებრივია გათვალისწინებული მთლიანად აი ამ ფანზონის მოწყობის, აი ამ სივრცის მოწყობის ნაწილში. ბევრი აქტივობა, გათამაშებები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები დახვდებათ აქ პატარებს, რადგან დაიწყება მატჩი, მათ მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება და არის სპეციალური მინდორიც კი მაგალითად უკვე მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მარტო
პატარები არ დაკავდებიან, მარტო პატარები არ გაერთობიან, იმიტომ რომ შეუძლია ნებისმიერი საკის ადამიანს ამ შემთხვევაში შეზღუდვა არ არის მოვიდნენ და ფეხბურთის დაწყებამდე, ყოველ შემთხვევაში მატჩის დაწყებამდე მიიღონ ეს სიამოვნება. ქართული სამზარეულო რა ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე მოწყობილი არის სპეციალური სივრცეები, სადაც აქ მოსულ ადამიანს დახვდება ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო განსხვავებული ქართული სამზარეულო ამ შემთხვევაში და ფეხბურთის ყურების დროს ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, როდესაც ადამიანებს აქვთ მაქსიმალური კომფორტი შექმნილი. ბევრი აქტივობა იქნება, ბევრჯერ ვახსენე საუბრის დროს რესპუბლიკის მოედანზე და მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო არის ქართველი ფეხბურთის ლეგენდები. ყველას სურს ბუნებრივია საკუთარი პროგნოზი, საკუთარი ემოციის გაზიარება. ძალიან უყვართ საქართველოში ფეხბურთი, შესაბამისად ქართველი ფეხბურთელების, ქართველი ლეგენდების მოსაზრებები, ეს ღია საუბრები განსხვავებულ მუხტს, განსხვავებულ ელფერს შეძენს აი აქ არსებულ სიტუაციას, რომელიც დღეს საღამოდანს არც აიღებს. პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიქცევა დიდ ფანზონად და თქვენ ხედავთ რომ უკვე დამონტაჟებულია გიგანტური ეკრანი, სადაც ყოველ თამაშის დროს იქნება ტრანსლირება, რა თქმა უნდა, გარდა ტრანსლირებისა იმ დღეებში, როდესაც არ იქნება ფეხბურთის მატჩები, გაიმართება სხვადასხვა ტიპის თემატური აქტივობა მაინც. ტრანსლირების დღეს აქტივობები დაიწყება თამაშამდე 4 საათით ადრე, ხოლო იმ დღეებში, როდესაც არ არის თამაში, ყველა აქტივობა, რაც რა თქმა უნდა დაკავშირებულია ფეხბურთთან, დაიწყება 17 საათიდან 23 საათამდე. შეეხება კონკრეტულ სივრცეებს, თქვენ ხედავთ ახლა კვების ზონას, კვებისა და სასმელის სივრცეს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის ღონისძიების დროს. ასევე ჩვენ უკან განთავსებული არის სცენა, რომელზეც ყოველდღიურად ქართული ელექტრონული მუსიკის არტისტები ჩაენაცვლებიან ერთმანეთს, რომ განწყობა აუმაღლონ გულშემატკივრებს. და არ უნდა დაგვაუწყდეს პატარებისთვის აქტივობები, რომლებიც ასევე მრავლად გვაქვს მომზადებული და რა თქმა უნდა, ყველაფერი სრულიად უფასოდ, ამიტომ ველოდებით ყველას. ორი სიტყვით შევეხოთ მატჩს, რომელიც იქნება და არის დღეს დაგეგმილი, იწყება მეოთხედ ფინალი, დღეს საფრანგეთი უპირისპირდება მაროკოს. ძალიან დაძაბული, ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება წინ, ღამის 12 საათზე დაიწყება და ბუნებრივია ჩვენი არხი, ისევ როგორც გასული მატჩების, გასული დღეების შემთხვევაში აჩვენებდა პირდაპირ ეთერში, ბუნებრივია ამ მატჩის ნახვის შესაძლებლობაც აქვს მაყურებელს. როგორი იქნება პროგნოზი, როგორ წარიმართება მატჩი, ეს ბუნებრივია რთულია ამაზე საუბარი, რადგან ძალიან ენდობება მაროკოს, ბუნებრივია რომ მან მიიღოს ნახევარფინალის საგზური, საინტერესოა ეს მატჩი იქიდან გამომდინარე, ასევე რომ 2022 წლის ეპიზოდი მეორდება, რადგან სწორედ 2022 წელს, როდესაც მიმდინარეობდა მსოფლიო ჩემპიონატი, საფრანგეთი დაუპირისპირდა მაროკოს და ამ შემთხვევაში საფრანგეთმა შეძლო 2-0 დაამარცხა მაროკო. როგორი იქნება ეს მატჩი, ვნახოთ, საფრანგეთს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ამ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის ნაწილში, რადგან არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელსაც აქვს მოგებული როგორც მსოფლიო ჩემპიონატი 98 წელს და აქვს ასევე მოგებული ევროპის ჩემპიონატი და ასეთი ქვეყნების რაოდენობა, ასეთი ნაკრებების რაოდენობა არის ძალიან ცოტა. 2018 წელს მოიგო საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატი, დღეს როგორი თამაში იქნება, როგორი ძალებით იქნებიან წარმოდგენილები, ამას ბუნებრივია ეს გვეცოდინება უშუალოდ მატჩის დაწყების დროს და მაროკოსთვისაც როგორც აღვნიშნეთ, გვაჩვენა მაროკომ გასული მატჩების დროს მიმდინარეობის პერიოდში, რომ მას შეუძლია რომ იყოს და დაუპირისპირდეს დიდ გრანდებს, ძალიან დიდ გუნდებს, ისეთი როგორიც არის საფრანგეთი და მისთვისაც, როგორც აფრიკული ქვეყნისთვის დიდი შანსი არის, რომ ბუნებრივია ის მან მიიღოს ნახევარფინალის საგზური. როგორი იქნება მოვლენები ამ შემთხვევაში, ამას ბუნებრივია მატჩის მიმდინარეობა გვაჩვენებს, რესპუბლიკის მოედანზე კი უკვე არის მზად ყველაფერი იმისთვის, რომ მათ უმასპინძლოს ქართულ გულშემატკივარს და შესთავაზოს აი ეს კარგი სანახაობა, რომელიც არის მუნდიალი და ეს ყველაფერი მოხდეს ღია ცის ქვეშ და დიდ ეკრანთან. მადლობა, თამარ თათარაშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია. 2015 წელს მოხდა დანაშაულზე ორ პირს ბრალდება წარადგინება. გამოძიების ინფორმაციით დავით დეკანოსიდან და თორნიკე კაჭარავას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. ბრალდებულებმა გიორგი კვარაცხელიას მისივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ესროლეს. ის თავის არეში დაიჭრა და სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. დანაშაული 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნათია მღებრიშვილი ესწრებოდა პროკურატურაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს, ის პირდაპირ ეთერშია. ნათია, როგორ დაიგეგმა მკვლელობა და რა იყო მოტივი, რას აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში?
დანაშაულის მოტივად წარსულში მომხდარი უთანხმოება, ანუ შურისძიება დასახელდა, რაც შეეხება როგორ დაიგეგმა განზრახ მკვლელობა 2015 წლის დეკემბერში თორნიკე კაჯარავა და დავით დეკანოსიძე შეიარაღდნენ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღებით და მივიდნენ იმ მისამართზე, სადაც გიორგი კვარაცხელია ცხოვრობდა. თავიდან უთვალთვალებდნენ, შემდეგ დაახლოებით 20 საათსა და 36 წუთზე, მაშინ როდესაც კვარაცხელია გარეთ გავიდა, მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს და მიაყენეს არაერთი ცეცხლსასროლი ჭრილობები, მათ შორის თავის არეშიც. გიორგი კვარაცხელია მალევე გარდაიცვალა. ამ დრომდე გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზები დაიკითხნენ მოწმეები და დღეს უკვე როგორც ცნობილია, გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ თბილისში 11 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობა უკვე გახსნილია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. 2015 წლის 25 დეკემბერს თორნიკე კაჭარავა მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7.65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში გურამ ფანჯიკიძის ქუჩა ნომერ 3B-ში მდებარე გიორგი კვარაცხელია საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20 საათსა და 36 წუთზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა, ქალა ძვლებისა და თავის ტვინის დაზიანებები და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძის მიმართ გამოტანილია ბრალის დადგენილება. თორნიკე კაჭარავას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად ბრალი წარედგინებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლის მეორე ნაწილის ექვეპუნქტით, ძველი რედაქცია. განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ. დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა. თორნიკე კაჭარავას სახელი არაერთ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება. კურიერის ინფორმაციით ამ დროისთვის ის სასჯელს იხდის ხულიგნობის ფაქტზე მიცემული ცრუჩვენებისთვის. მას როგორც უკვე მოისმინეთ, ბრალს პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგენენ, რაც შეეხება დავით დეკანოსიძეს, მას ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ და ძებნა გამოცხადდება. მადლობა, საქმის დეტალებით ნათია მღებრიშვილი გვერდთობოდა. ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 32 პირს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით ისინი პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებულ დავებს არჩევდნენ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. 29 პირი დაკავებულია, ორს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს, ერთს კი პენიტენციურ დაწესებულებაში. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად აღიარებენ ქურდულ სამყაროს და სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს. ისინი პირადი სარგებლის მიღების მიზნით, როგორც კანონიერი ქურდის მონაწილეობით, ასევე დამოუკიდებლად, მოქალაქეებს შორის არსებული დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან დარღვევის შემთხვევაში სხვადასხვა პირებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სიძულვილის ენისინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ იდენტიფიცირებულ ფაქტებზე სასამართლოებში პროცესები გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასამართლოში 15 საქმის განხილვაა დაგეგმილი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დილით უკვე იმსჯელა მედიკო სახელაშვილის საქმეზე, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ირინე ფერაძეს. ამ ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. სიტყვიერი შენიშვნა მისცა მოსამართლემ კახაბერ მიქაუტაძესაც. არ მახასიათებს მე ცუდი სიტყვები საერთოდ კაი ოჯახის გაზრდილი ვარ, მაგრამ მე არ მეგონა უხელა რამე თუ მოყოლოდა. არ დავწერე აწი მევინარიები. უკვე სამართალდარღვევას წარმოადგენდა კახაბერ მიქაუტაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს. ლუკა ჭაფოძემ განცხადებით მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისი უფლებების დაცვა. ბატონმა კახაბერმა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და ფაქტიურად მოინანია სასამართლოს ხდომაზე. ჩვენი მხრიდან შუამდგომლობის სახით
მოთხოვნილი იქნა სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება მისთვის, ვინაიდან მოგეხსენებათ აღნიშნული ოქმების მიზანი არის სიძულვილის ენის პრევენცია და არა კონკრეტული პირისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება. შინაგან საქმეთა მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი სამარღანიშვილმა თანამდებობაზე არჩილ მახარაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას უწყების ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს. სულხან თამაზაშვილმა სამინისტრო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა. დაპირისპირების და შიდა პარტიული კრიზისის ფონზე გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას. თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებისკენ იხრება, რაც მისი შეფასებით კანონის დარღვევაა. გუშინ სააკაშვილმა დროებითი მმართველობის და რეფორმატორთა საბჭოს შექმნა დაანონსა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. მმართველობის ეს მოდელი გაუგებარია პარტიის წევრების ნაწილისთვის. მათ კითხვები აქვთ საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც, რომლებიც სააკაშვილის გადაწყვეტილებით მათ შორის ახალი სახეები უნდა იყვნენ. ნაცმოძრაობის ყრილობა ივლისის ბოლოს გაიმართება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პარტია თვითგანადგურების რეჟიმშია. საუბარია პარტიის თავმჯდომარის პოსტის საერთოდ გაუქმებაზე და რაღაც კოლექტიური მმართველობის ორგანოს დაფუძნებაზე. აქ ერთი ნიუანსია, რასაც ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი პრინციპში ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი მოითხოვს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ ნებისმიერი სხვა, მას უნდა ყავდეს მმართველი პირი, ანუ ხელმძღვანელი პირი, სახალხო ლიდერებს რა ქმნის. სახალხო ლიდერებს ხო სიტყვები არ ქმნის და არც საკუთარი თავისთვის სახალხოს ან არასახალხოს დარქმევა. სახალხო ლიდერებს ქმნის ხალხი. და ხალხის ნების გამოხატვის ინსტრუმენტი არის არჩევნები. დემოკრატიაში ყოველ შემთხვევაში. თორე ასე ხელდასმით შეიძლება ბევრი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ხო? ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე სწორი იქნება ეს რეფორმათა თუ რეფორმატორთა საბჭო და მისი აღმასრულებელი მდივანი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უპრიანი იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილებებიც სწორედ დემოკრატიული პირდაპირი არჩევნებით ყოფილიყო მიღებული. თავმჯდომარე იყოლება თუ არ იყოლება, ეს დათქმა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის. რეალური მართლობითი ორგანო იქნება ეს პარტიის, რომელიც განსაზღვრავს პარტიის ყოველდღიურ საქმიანობას. პარტიის წევრებს შორის და მხარდაჭერებს შორის არის არაერთგვაროვანი, ამასაც ვიტყვი. პირდაპირ მათ შორის მე ვარ ადამიანი, რომელსაც უამრავი კითხვა მაქვს, უამრავი პოზიცია მაქვს, მათ შორის იმ ადამიანებთან, ვინც რეფორმის საბჭოში უნდა იყვნენ, ხო? მათ შორის ნანუკასთან. ეს არის ტრაგიკომედიური ალბათ ეპიზოდი ერთ-ერთი, რომელიც მეტყველებს ძალიან მკაფიოდ ერთ რამეზე, რომ ისინი არიან ფინალურ სტადიაზე თვითლიკვიდაციისა და უკვე აი აბსოლუტურად გაუაზრებლად, მათ შორის ერთმანეთთან მიმართებით ცდილობენ, რომ გაარკვიონ ურთიერთობები ინფორმებით, რომელიც არის ზოგადად მიუღებელი საზოგადოებისთვის. ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. რეიტინგს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს 28 სახელმწიფოს. ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკული ორგანიზაცია Heritage Foundation-ის თემატურ კვლევებს, რომლებიც ინვესტიციების თავისუფლების და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უკავშირდება. ქვეყანა აჩვენებს ძლიერ შედეგებს როგორც საინვესტიციო მიმართულებით, ისე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისითაც და თუ დავეყრდნობით ბოლო კვლევას საერთაშორისო სავალუტო ფონდის და პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი წელს უნდა იყოს ეკონომიკის დაახლოებით მე-4 ნაწილი და ეს ფულად გამოხატულებაში პირველად გადაასწრებს $10 მილიარდ, როგორც ადგილობრივი უცხოური ინვესტიციების ჯამი და ყოველწლიურად საშუალოდ გაიზრდება თვითონ $1 მილიარდით 2031 წლის ჩათვლით. აი ეს მაჩვენებელი ყველა ეს კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მიდის სწორი მიმართულებით. საქართველოს რკინიგზამ ტვირთბრუნვის ბოლო 10 წლეულის რეკორდი მოხსნა. ივნისში კომპანია 1,360,000 ტონაზე მეტი ტვირთი გადაზიდა. რკინიგზაში ამ შედეგს მოდერნიზაციის პროექტების დასრულებას და ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის ამოქმედებას უკავშირებენ. გაციფრულებისა და ახალი მატარებლების წყალობით მკვეთრად შემცირდა გადაზიდვის დრო. გარდა ამისა, ვაგონებისა და ლოკომოტივების შესაძენად $1 მილიარდი ინვესტიცია იგეგმება. თბილისში აცხადებენ, რომ მზარდი ტვირთნაკადი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შუა დერეფნის როლი საერთაშორისო
ბაზარზე სულ უფრო იზრდება. რამოდენიმე დღის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი გადაწყვეტილება ანაკლიის წყალმცხოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად სწორედ ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქვენ საშუალებას, რომ შუა დერეფანში ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი და შესაბამისად ჩვენ ვართ მზად იმისათვის, რომ დავხვდეთ გაორმაგებულ ტვირთებს და მოვემსახუროთ მათ ეფექტურად. მზარდი დინამიკა აქვს გადაზიდვებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ფაქტიურად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ საოპერაციო მიმართულებით, ანუ გავზარდეთ ჩვენ წონები. როგორც ხედავთ, უკვე რეკორდი გავაკეთეთ ბოლო 10 წლების განმავლობაში და ეს ვფიქრობ, რომ გაგრძელდება და ჩვენ ეს წელი გვექნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე გასული წლები. ამერიკელმა სამხედროებმა ირანის პოზიციებს დაარტყეს. ბრძანება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გასცა ინფორმაციას ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. დარტყმების მიზანია ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენა. ვაშინგტონი თეირანს კომერციულ გემებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა სრულად ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კი იერიშები განახორციელა ბაჰრეინში და ქუვეითში მდებარე ამერიკის სამხედრო ობიექტებზე. 3811-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ვენესუელაში. ქვეყანაში უკვე 2 კვირაზე მეტია მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან. სამძებრო სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დაშავებულია 17,000-მდე მოქალაქე. ათასობით ადამიანი კი უსახლკაროდ არის დარჩენილი. მედია წერს, რომ ვენესუელა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. საკოლო საქართველო ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოების სიღნაღის მუნიციპალიტეტში. სოფელ ერისიმეთში რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ნაკვეთები დადგა. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული და სიღნაღის მერი იმყოფებოდნენ. მდინარის გადმოვარდნის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სავარგულები. შესაბამისად მუშაობენ სამაშველო სამსახურები და ჩვენ ვიგეგმებით იმისათვის, რომ განვახორციელოთ გარკვეული სამუშაოების დაგეგმა სამომავლო პრევენციის მიზნით. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით წიგნების სერიის ქართული კინოს ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა. ორტომად გამოცემული წიგნები 1940-60 და 1960 წლების ქართული კინოს ისტორიას, არქეო მასალებს, უნიკალურ ფოტოებს და ეპოქის კინო პროცესებზე მომზადებულ სტატიებს აერთიანებს. სერია ეროვნული ცენტრის ინიციატივით 2020 წლიდან აწმეულების მიხედვით გამოიცემა. თუ რამეს შეუძლია აი იდენტობის განცდა გამოიწვიოს მკითხველში, მაყურებელში, ყველა ეპოქაში, ყველა 10 წლეულში ეროვნულ კინემატოგრაფში ეს გახლავთ ის პერიოდი, რომელსაც მიეძღვნა ჩვენი გამოცემები, ჩვენი წიგნები. წარმოუდგენელია, რომ თავისი ناقოფი არ გამოიღოს ყველა თაობაში, ნებისმიერ მკითხველში, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანში, იმიტომ რომ მასში თქვენ იპოვით და ჩვენი მკითხველი და ჩვენი მაყურებელი იპოვის ყველაფერს, რაც მისი სულიერებისთვის არის ესოდენ აუცილებელი. საზოგადოებას წარმოუდგინეთ კინოცენტრის კიდევ ერთი წიგნი ქართული კინო 1940-1960 წლები. ეს განსხვავებით სხვა სერიებიდან არის უფრო ვრცელი იმ გაგებით, რომ მოიცავს 20 წელს და არა 10 წლეულს. ეს გამოიწვია იმ ეპოქამ, რომელსაც ეს წიგნი ეხება, კერძოდ ომი, მცირე ფილმიანობა, რის გამოც ფილმების მასალა იყო ძალიან ცოტა. მინდა მიულოცა ყველას, იმიტომ რომ ნამდვილად ამ 100 წლის განმავლობაში, რასაც კინო ითვლის და მომავალ წელს 100 წელია საერთოდ კინოინდუსტრიის შექმნის, საქართველოს კინემატოგრაფს ძალიან დიდი ისტორია ჰქონდა და განსაკუთრებით მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ავტორს, ვინც ამ გამოცემებში იღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი ენციკლოპედია და უფრო დიდი, იმიტომ რომ მოიცავს ყველა საარქივო ნამუშევარს და ყველა სამეცნიერო ნამუშევარს ქართული კინოს შესახებ.
94 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია. სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებით და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. უსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ტარიელ ჭანტურიას შემოქმედება, წერს ირაკლი კობახიძე. სამძიმრის წერილი გავრცელა დედაქალაქის მერმა. მწუხარ ცნობილი ქართველი პოეტის მთარგმნელის არაერთი პოეტური კრებულის ავტორი საპატიო თბილისელის ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო. თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავსებდა დედაქალაქს, წერს კახა კალაძე. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.jn და ასკანდრეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობებად 3 დღით.